დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც გახსოვთ, ჩვენი ყველა გადაცემა ეძღვნება ადამიანს და ადამიანს, რომელიც არის ჰარმონიული, გაწონასწორებული სისტემა, სადაც ყველა ორგანოს, ყველა ქსოვილს, ყველა უჯრედს თავისი ფუნქცია აქვს და ამ ფუნქციების ურთიერთშეთანხმება განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმის მუშაობის შედეგებს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაზე, ჩვენ შეიძლება განსხვავებული აღქმა გქონდეს ყველას, თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ როდესაც საუბრობთ აუტოაგრესიაზე, ჩვენ გულისხმობთ აუტოიმუნურ დაავადებებს. დიახ, ერთი მხრივ იმუნური სისტემა არის იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზმი დაიცვას, მაგრამ ხდება რაღაც ჩვენს ორგანიზმში ისეთი, რის გამოც ჩვენ საკუთარ თავს ვუპირისპირდებით, საკუთარ ქსოვილებს, საკუთარ სისტემებს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად ვართ რეალობის წინაშე, როდესაც განვითარდა აუტოიმუნური დაავადება. დღეს აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეა და ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი, ბავშვთა რევმატოლოგი, ქალბატონი თინათინ კუტუპიძე. დილამშვიდობისა, თიკა. მიხარია თქვენი სტუმრობა და ძალიან ვაფასებ, რომ აქვს შესაძლებლობა არ დავარღვიოთ ეს ტრადიცია და ყველა მსგავს თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას გაუზიაროთ, რა იცის მედიცინამ, მტკიცებითმა მედიცინამ ამ თემასთან დაკავშირებით ახალი და რა იცვლება წლიდან წლამდე. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ აუტოიმუნურ ართრიტზე, გარდა იმისა, რომ თქვენგან მოვისმინოთ რა არის ის, ასევე ველოდებით პასუხს, რითი განსხვავდება ის ნებისმიერი სხვა ართრიტისგან, ანუ სახსრის სხვა ანთებისგან. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ აი ესეთი საინტერესო თემა დგას დღის წესრიგში. აუტოიმუნური დაავადებები, მოდი აქედან დავიწყებ, რომ რა არის აუტოიმუნური დაავადებები, იმისთვის, რომ მოვამზადოთ შესავალი აუტოიმუნური ართრიტებისათვის. აუტოიმუნური დაავადებები ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი დაავადებებისა, რომელიც აერთიანებს იმ ნოზოლოგიებს, რომელთაც თქვენ სწორედ აღნიშნეთ, აქვს ერთი საერთო რამ. ეს არის აუტოაგრესია საკუთარი უჯრედის, საკუთარი ქსოვილის, საკუთარი ორგანოების მიმართ. იცით რა არის ძალიან დიდი მრავალფეროვანი კლინიკით გამოირჩევიან აუტოიმუნური დაავადებები, იმიტომ რომ თვითონ პათოგენეზი ამ დაავადებების არის ძალიან საინტერესო, საკმაოდ რთული და თუმცა ეტიოლოგიური ფაქტორი უმრავლეს შემთხვევაში არ ვიცით გამშვები მექანიზმი სხვადასხვა დაავადებებისა. ანუ კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რას ნიშნავს აუტოიმუნური, ეს როდესაც ჩვენმა საკუთარმა ორგანიზმმა გამოიმუშავა ანტისხეულები რაღაც გარკვეული უჯრედის, გარკვეული ქსოვილის თუ ორგანოს მიმართ და არსებობს კიდევაც ასეთი მცნება ორგანოსპეციფიური აუტოიმუნური დაავადებები. მოდით ესე ვთქვათ, რომ მედიცინა ვითარდება, ძალიან დიდი რაოდენობით ფუნდამენტალური კვლევები კეთდება, რომელიც მერე ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში და კლინიკურ მუშაობაში დიდ დახმარებას გვიწევს. ჩვენთვის უკვე ცნობილი არის ის პათოგენეზური მექანიზმი, როგორ ვითარდება აუტოიმუნური დაავადებები. ჩვენ უკვე ვიცით ძალიან ბევრი რამ იმ აუტოანთებითი სუბსტრატების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვეძახით ციტოკინებს, სხვადასხვა სახელწოდების, სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, ფორმულირების, ეს არის ინტერლეიკინები, ეს არის TNF-ალფას, ანუ სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორი, ალფას მცნებად შემოვიდა მედიცინაში. ეს არის ის ანთებითი სუბსტრატები, რომლებიც გარკვეულ პირობებში გროვდება ორგანიზმში და რაღაც ერთი რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაზიანებას იწვევს. ამ მხრივ ძალიან საინტერესო არის ართრიტები, აუტოიმუნური ართრიტების დიდი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში გვხდება აუტოიმუნური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სახელწოდებით, ძველი კლასიფიკაციით მას რევმატოიდული ართრიტიც ერქვა.
მოგახსენეთ კიდევაც, რომ ამ დაავადებას ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. საინტერესო არის იმის აღნიშვნაც, რომ თავისთავად აუტოიმუნური ართრიტი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ნოზოლოგიაც, მაგრამ ასევე შესაძლებელია იყოს რომელიმე სხვა დაავადების გამოვლინებაც, როგორიც არის მაგალითად იგივე ნაწლავთა ანტებიტი დაავადებები, იგივე ცელიაკია და არის კიდევაც ესეთი არაერთი კლინიკური შემთხვევა, როდესაც სახსრის ანთებით, სახსრის ტკივილით მოდის პაციენტი ექიმთან, მაგრამ ამის უკან შეიძლება რაიმე სხვა აუტოიმუნური დაავადება იდგეს. აუტოიმუნური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი არის ჯგუფი დაავადებებისა. იუვენილური მას სწორედ იმიტომ ეწოდება, რომ მისი დებიუტი, ანუ პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინება ხდება ხოლმე 16 წლის ასაკამდე, თუმცა ცალკეული ავტორთა მონაცემებით და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით ეხლა შესაძლებელია საუბარი იმაზე, რომ იუვენილური ვუწოდოთ ართრიტს, თუ მისი პირველი დებიუტი მოხდა 18 წლის ასაკამდეც. რაც უფრო ადრე ხდება ამ დაავადების გამოვლინება, დამოკიდებული არის რა მისი კლინიკური გამოვლინება სხვადასხვა ფაქტორებზე, ეს განაპირობებს ართრიტის მიმდინარეობის თავისებურებას, მის აგრესიას და გამოსავალსაც კი. პირველივე კითხვა ხომ, რომელიც ჩნდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, განკურნებადი არის თუ არა აუტოიმუნური დაავადებები, მე ვიტყოდი, რომ დღეს თანამედროვე მედიცინა გვაძლევს ძალიან ბევრ საშუალებას იმისას, რომ აუტოიმუნური დაავადებები რემისიაში გადავიყვანოთ. ვიცით რა, სწორედ ის ანთებითი ციტოკინები, რომლებიც ასე ვთქვათ, პასუხს აგებენ ამ დაავადებების განვითარებაზე, მთელი რიგი მედიკამენტების ჯგუფი არსებობს, რომელიც სწორედ აი ამ ინტერლეიკინების და სხვა ანთებითი სუბსტრატების ინჰიბირებისკენ არის, ასე ვთქვათ, მიმართული. თავისთავად ართრიტი ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში ხდება ხოლმე სკოლამდელი ასაკის პერიოდში და მეორე სიხშირის პიკი არის ხოლმე პუბერტატულ ასაკში, როდესაც ასე ვთქვათ, გორმონალური ცვლილება ხდება ორგანიზმში. და ძალიან ხშირად გამოვლინება შეიძლება იყოს არასპეციფიური ართრიტისათვის დამახასიათებელი, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტემპერატურა, გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ სხვადასხვა პათოლოგიის გამოვლინება და ესეთ შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე, რომ ადგილი აქვს სისტემურ იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტს. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ არსებობს რამოდენიმე ტიპი იუვენილური ართრიტების აუტოიმუნურის, ეს არის ოლიგოარტიკულარული ფორმა, ანუ როდესაც დაინტერესებული არის პროცესში 4 და უფრო ნაკლები სახსარი, შეიძლება იყოს პოლიარტიკულარული, ანუ მრავალი სახსრის, ასე ვთქვათ, გამოვლინება, ჩართულობა, რომელსაც რევმატოიდულ ფაქტორ დადებითი და უარყოფითი ფორმები აქვს, შესაძლებელია იყოს ფსორიასთან ასოცირებული, ცალკე გამოყოფილი არის ეს ჯგუფი და მიუხედავად ასეთი ზედმიწევნით კარგად ჩამოყალიბებული კლასიფიკაციისა და განსაზღვრულისა, შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული არაკლასიფიცირებული სახსროვანი, ასე ვთქვათ, ართრიტებიც კი. და აქვე აღნიშნე ისიც, რომ თავისთავად ართრიტი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინება იყოს, განსაკუთრებით ეს არის ისეთ აუტოიმუნურ დაავადებებზე საუბარი, როგორიც არის მაგალითად იგივე სისტემური წითელი მგლურა, იგივე დერმატომიოზიტი, სხვადასხვა ვასკულიტთა ჯგუფები, სადაც პირველი ხანდახან გამოვლინება და ექიმთან მიმართვიანობის მიზეზი სწორედ არის ხოლმე სახსრის ანთება და დაზიანება. როდესაც თქვენ შეგვახსენეთ რამდენად დიდია აუტოიმუნური დაავადებების ჯგუფი, რა მრავალმხრივი წახნაგები იმალება აუტოიმუნური დაავადების განმარტების ქვეშ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთ სისტემასთან, ერთ ორგანოსთან ასოცირებული, ხშირად რამდენიმე ასეთი კერა ორგანიზმში რამდენიმე ერთდროულად არსებობს და ეს ახლა ჩვეულებრივი მოვლენაა თანამედროვე მედიცინისათვის. ასევე თქვენ ბრძანეთ ასაკობრივი ჯგუფები, სადაც სწორედ ამ დაავადების დებიუტი განსაზღვრავს სახელწოდებასაც, რომელთაც მოიხსენიებენ. მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი, გარდა იმისა, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, მკურნალობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად კითხულობს, რა გაგრძელება აქვს ამას. გასაგებია, რომ თქვათ 16 წლამდე გამოვლინდა, 18 წლამდე გამოვლინდა, მაგრამ შემდეგ რა ხდება? დასრულდა ბავშვობა და ზრდასრულობის ფაზაში რა სახეს იღებს ეს დიაგნოზი? გრძელდება თუ არა ბავშვობის მიღმა და რა ფორმით, რა პრობლემებით შეიძლება გაგრძელდეს, რა უნდა იცოდეს ყველა ამ ოჯახმა?
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. სხვათა შორის ევროპის პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციას აქვს ცალკე ჯგუფი, რომელიც მუშაობს სწორედ ტრანზიტორულ პერიოდზე. ანუ როდესაც გარდამავალ პერიოდზე, როდესაც ხდება უკვე იუვენილური საკითხებიდან უკვე მოზრდილ რევმატოლოგებს, როდესაც გადავაბარებთ ხოლმე პაციენტს. ძალიან მნიშვნელობა აქვს პაციენტის ადეკვატურ მართვას. სწორი დიაგნოზს რასაკვირველია და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას. იმიტომ ერთია დიაგნოსტირება, რომელიც სხვათა შორის აქვე უნდა ვთქვა, რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტების დროს, ისევე როგორც საერთოდ აუტოიმუნური ართრიტების დროს არ არის მარტივი, იმიტომ რომ არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი, აქ არის მთელი ერთობლიობა კრიტერიუმებისა, როგორც ლაბორატორიულის, ასევე კლინიკურის და მეცად გეტყვის, რომ ძალიან ხშირად თვითონ ტიპი დაავადების, მისი ფორმა, განისაზღვრება მკურნალობის პროცესშივე. ამიტომ, როდესაც ხდება საუბარი იმაზე, რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სახით, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას შევთავაზებთ პაციენტს. ცხოვრების წესი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ადეკვატური, ბავშვს არ უნდა ჰქონდეს პრობლემა სოციალიზაციის, ანუ შესაბამისად უნდა შეუნარჩუნოთ ყველა ის აქტივობა, რომელსაც აქამდე აკეთებდა ხოლმე და თანამედროვე მედიცინა და ის საშუალებები, რომელიც ჩვენ ახლა ხელთ გვაქვს, სხვადასხვანაირი დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატების სახით, ამის ძალიან კარგ საშუალებას გვაძლევს, თუმცა აქვე არ უნდა დავიწყოთ აქტივობა სპორტული, ჯანსაღი და უკვე შემდგომ, როდესაც ბავშვი, ასე ვთქვათ, გადადის ამ ასაკიდან უკვე მოზრდილ ასაკში და შესაბამისად მოზრდილ რევმატოლოგები ზრუნავენ უკვე პაციენტზე, მათ ასე ვთქვათ, უკვე უნდა შემზადებული უნდა იყოს ბავშვი ამ პერიოდისათვის. ეს დაავადება მოგახსენეთ კიდევაც, რომ ხანგრძლივ რემისიაში გადადის და შესაბამისი მკურნალობისა და ადეკვატური მართვის პერიოდში ადამიანი ახერხებს მისთვის ჩვეული ცხოვრების წესით გააგრძელოს ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მნიშვნელოვანია თიკა იმაზე საუბარი რა არის ავტოიმუნური დაავადება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებაში შევახსენოთ ავტოიმუნური ართრიტის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემას აქვს შესაძლებლობა მოისმინოს პროფესიონალების აზრით, ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე მტკიცებით მედიცინას, სწორედ ამ დაავადებასთან დაკავშირებით, რაც ვიცით ახალი. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც ამ თარიღთან დაკავშირებით იმისათვის, რომ გვახსოვდეს ეს პრობლემა და თუნდაც ისეთი უწყინარი ერთი შეხედვით ნაცნობი სიმპტომების დროს, როგორიც თქვენ წეხან ახსენეთ, ცხელება, დაბალი ტემპერატურა, დისკომფორტი, სახსრების მიდამოში ან ლიმფური კვანძების გადიდება მშობელმა არ დატოვოს უყურადღებოდ და ბავშვს აუცილებლად მიეცეს შესაძლებლობა მოხვდეს პროფესიონალთან, მიიღოს დიაგნოზი და შემდეგ სათანადო მკურნალობა. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი პედიატრი, რევმატოლოგი ქალბატონი თინათინ კუტუბიძე. მე არ გემშვიდობები, წინ გველოდება კვებითი შუქნიშანი. ყოველთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ნებისმიერი ფორმით აგრესია და განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ აუტოაგრესიაზე, როდესაც ორგანიზმი საკუთარ თავს უცხადებს ბრძოლას. შეიძლება თუ არა საკვები ამ დროს იყოს ის ფაქტორი, რომელიც პროცესში იქნება ჩართული, დიახ, იქნება ჩართული და ჩვენი სამფერი შუქნიშანი გვახსენებს არა უბრალოდ სამი ტიპის რეკომენდაციებს, არამედ მრავალფეროვნებას იმ რჩევებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება ჯანმრთელობისათვის. თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად პრობლემებზე, რომელთა თავიდანაცილება შესაძლებელია, ან პრობლემებზე, რომელთა უკეთ მართვა კვებით შეგვიძლია, ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ კონკრეტულ საკვებ პროდუქტებს ან საკვებ ჯგუფებს, რომელთა გამოყენება ამ ამოცანების შესრულებაში გვეხმარება. დიახ, როდესაც ჩვენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებაზე ვსაუბრობთ, ამ პროდუქტების ამ
კაპის მოდელის გამოყენება გვეხმარება სწორედ ორგანიზმის წონასწორობის შენარჩუნებაში და აგრესიის განეიტრალებაში. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ უჩვეულო პროდუქტებზე, რომელიც არის ერთი საერთო ქოლგის ქვეშ პროცესირებული მოქცეული, მაშინ ჩვენ საუბრობთ მაღალ რისკებზე. რა მაქვს მხედველობაში? მხედველობაში მაქვს შეცვლილი, გარდაქმნის პროცესში გადაკეთებული ნივთიერებები და ეს ნივთიერებები უჩვეულოა ჩვენი ორგანიზმისათვის. ძალიან ბევრი თქვენგანი მეკითხება ხოლმე. განა მცენარეული ცხიმი არ არის სასარგებლო? მაშინ რატომ ვახსენებ მცენარეულ კარაქს, როგორც არასასარგებლო პროდუქტს? ან რატომ საუბრობთ მარგარინის სისტემატური გამოყენების რისკებზე? მარტივი მიზეზის გამო, დიახ, მცენარეული ცხიმი ძალიან სასარგებლოა. მცენარეული ცხიმი არის გაუჯერებელი ცხიმი და სწორედ ეს არის მისი ღირსება. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ ცხიმების ხელოვნურად გამყარებას, გაუჯერებელი ბმების ხელოვნურად გაჯერებას, ჩვენ ვიღებთ სრულიად ახალ პროდუქტს. ჩვენ ვიღებთ ჩვენი ორგანიზმისათვის უჩვეულო პროდუქტს, რომელშიც მთავარი დამნაშავე არის ეგრეთ წოდებული ტრანსცხიმები. დიახ, თვითონ მოლეკულები ისე იცვლის ფორმას, რომ მისი გაშიფრა, ამოცნობა ორგანიზმისთვის უჩვეულოა. ორგანიზმს შეუძლია წაიკითხოს, შეიმეცნოს, შეითვისოს და მოინელოს მცენარეული ცხიმები გაუჯერებელი. შეუძლია შეითვისოს, მოინელოს, გამოიყენოს ცხოველური ცხიმები გაჯერებული. მაგრამ როდესაც ჩვენ ხელოვნურად ვქმნით პროცესირების შედეგად პროდუქტებს, მაგალითად, მცენარეული ცხიმისგან მცენარეულ კარაქს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ერთადერთი ტყის კარაქად წოდებული ავოკადოა ამ კატეგორიის ჯგუფში, მაშინ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი ამოცნობა ორგანიზმისთვის რა კი რთულია, ის არ შეიძლება ჩაჯდეს ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივ ციკლში. ანუ განსხვავებულ გავლენას მოახდენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ გვექნება განსხვავებული რეაქცია. არის თუ არა პროცესირებული საკვები უამრავი დაავადების ხელშემწყობი. დიახ, ჩვენ ვახსენებთ ხოლმე გუსის სახვთა დაავადებას, საუბრობთ ონკოლოგიურ პრობლემებზე, საუბრობთ დაბერებაზე, ზოგადად ანთებაზე, რომელიც არის პროცესირებული პროდუქტების მიერ ხელშეწყობილი. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ავტოაგრესიაზე, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად ბრალდებულ პროდუქტთა შორის სწორედ პროცესირებული საკვებია დასახელებული. სწორედ პროცესირებულ საკვებს შეუძლია ბიძგიმისას ავტოაგრესიას, ხელი შეუწყოს ავტოაგრესიას, არა იმიტომ, რომ ავტოაგრესიის მიზეზია, ავტოიმუნური დაავადებების მიზეზია, ის ხელშემწყობია, ის შეიძლება გამშვებიც აღმოჩნდეს და ძალიან ხშირად ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. ამიტომ მარტივი გამოსავალია თავიდან ავიცილოთ პროცესირებული საკვების გამოყენება, ან თუ ვიყენებთ, მინიმუმამდე შევამციროთ მისი გამოყენება. განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების, რომელსაც ულტრა პროცესირებული, ანუ უკიდურესად პროცესირებული ჰქვია. მაგალითად, მიკროტალღულ ღუმელში გასათბობად შეგდებული გაყინული პიცა. ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ განსაკუთრებით სახიფათო ჯგუფიდან. ეს იყო დღევანდელი ჩემი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.